კაცობრიობა ძალიან დიდი ხანი აინტერესებს არსებობს თუ არა უცხო პლანეტელები და საერთოდ სტუმრობენ თუ არა ჩვენს დედამიწას. რამოდენიმე თვის წინ ჩემი სახლის წინ დაეშვა ძალიან დიდი მფრინავი თეფში. საიდანაც მითხრეს რომ შენ უნდა წაგიყვანოთო. შემდეგ როდესაც გადმოვიდნენ თეფშიდან და დავინახეს მე, თქვეს რომ ეს ისედაც უცხო პლანეტელი ყოფილა და გაუჩინარდნენ. ეს ძალიან ბევრს საინტერესებს და სასწაულს მოისმენ ჩვენი ეთერი. ეს არის სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად. ჩვენი პირველი სტუმარი ამტკიცებს რომ უცხო პლანეტელებმა მას ცოლის სართმევა დაუპირდეს. სამაგიეროდ დაუტოვეს ძალიან დიდი ბიოდენები. მივესალმოთ ბატონი ბადრი დუშელაშვილი სტუდიაში. გამარჯობა ბატონო გიორგი. გამარჯობა ბატონო ბადრი, დაბრძანდით. დიდი მადლობა რომ მოხვედით. გია ჯაჯანიძესთან სხვა რაკურსში. დაეხარე გიორგი, იცოცხლე. როგორ მოხდა, რა მოხდა რომ მოგვიყეთ თუ შეიძლება აი ამ თქვენი ისტორია? საერთოდ ბიოდენებს ფლობ რა. გიყენებთ ამ ბიოდენებს? რა თქმა უნდა, მაგრამ ხო და საერთოდ ჩვენთანა ბიოდენები ხშირად ქრება ხოლმე ზაფთარში რა, ხო და მე ვანათებ ხოლმე რა, ნათურებს დავეჭერ და აქეთ იქიდან მაინც სოფელია რა, ყველა სიცხე რა. რა საინტერესოა. მოგვიყევით, როგორ მოვიდნენ თქვენთან უცხო პლანეტელები? მართლა მოვიდნენ? მაგრამ გეტყვი ბატონო გიორგი რა, კაროჩი გარე გამოველი რა, გარეთა ხო და დავინახეთ ცაზე რო ავიხედე, კაროჩი რაღაცა დიდი გრანდიოზული რაღაცა დაეშვა ფრენავი თეფში რა. აი რო იტყვიან რომ თეფშის ფორმა ქონდა? არა, თეფშის ფორმა არ ქონდა რა, 9-სართულიანი კორპუსის ფორმა ქონდა რა, ჩაულებრივად და COVID განათებები, ბილეცივი განათებები, კარგად გებრიელად იყო რა, განათებები ხო და იქიდან გადამოიხედა ვიღაცა კაცმა რა, ხო და ისო ბინას ხო არ ეძებთო რა, შავი კარკასი გვააქო, კაი ვარიანტია და მე 100 კვადრატი ავიღე რა. ავეჭერე მაინც ხა რო, შევდივარ და ქონდათ მე ამოტონა ფული? არა მქონდა რა, ბატონო გიორგი, მეც ეგ უთხარე, მაგრამ რა პრობლემაა და ეგრევე დაეშვა ფრენავი ბანკე რა. და ებათმა მომცეს სასწრაფო რა, თვითონ ეს ბინა რომელიც მიავიღე 100 კვადრატი ძალიან კარგი ის არის, ის ჩაედას გერაოს სახეთა. კარგი, დავანებოთ. სოლის სართმევას მიპირებდნენ. აი ამის შესახებ რომ მოგვიგე. კითხრა ბატონო გიორგი, კაროჩე იყო ეგ ამბავი, ნაღდათ იყო რა, მე საერთოდ ეხა ტრაბახით არ გამომართვა და სხვანაირი წოლავიცი ცოლთანა რა, გრანდიოზული წოლავიცი მართლა და რაღაცა რომ ვიწექი ხოლმე რა, სახში რაღაცა ზებუნებრივი, რავი, რა გითხრა, რა იყო რა, კაროჩე შემოდიოდა რაღაცა ზებუნები, მინდოდა რომ მეთი ხელში მწვდე მეთქი რა, რომ დავახჭვალ, რამე ბლაგვისაგანი დავცხავ მეთქი რა, მაგრამ ვერა რა, ვერ ვინძრეოდი რა, კაროჩე ადგილები. ალბათ რამე უხილავი ძალაკთო ყავდათ, ხო? არა, ჩმორი ვარ, მე შიშარაკაცი ვარ რა. ეთქობა რაღაცა თავისებურა. კარგი, როგორ ცდილობდა ცოლის სართმევას? თავიდან კაროჩე ჩალიჩებოდა იმ გოგოსა რა. ჩალიჩებოდა რა, ეხა SMS-ები მოსდიოდა, აბა 75%-იანი ფასაკლებაო, კაი მაცივარზეო, აბა $15,000-იანი სასხე ხო არა გინდაო, კაი პროცენტშიო და ეხა მაგას ეხლა უცხო პლანეტელების გარდა ეხა ვინ იკადრებს ეხლა ეგრე არ არის ბატონო გიორგი? მამა ეგრეა. ხო და გითხრა რა რომ გამოველი გარეთა ერთხელაცა ის გოგო ყავდა თაყვანილი რა ჩვენთან ჭადრები დგა პაპამ დარგო კაი დიდი ჭადრები არის გაიგე და კენწეროში ყავდა ეს გოგო აყვანილი რა ველაპარაკებოდა რა იქნება და უცხო პლანეტელი არ იყო და დავით გურამიშვილი იყო და ეუბნეოდა სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გათქმილდებისო ხო გაგიგია დაფუტავს იცილი დღეს ხალხს რა არა გეოლე აიყო თი კენწეროზე სკამე იქონდა დადებული რა სკამკავივით რაღაცა სკამე იყო გაიგე და ზემოდან ედგა ეს ჩემი ცოლე და ისაო რაღაცა ლექსუკი ტანო ტატანო ტატატანო ტატატატა რაღაცა მაგათენაზე გაიგე იცოდა რომ ქმარე ვიყავი რო არ გამედო მე ცოტა ძალა გურამიშვილი კი არა ბესიკი ყოფილა კაცო ეგ ბესიკი ყოფილა ბესიკი ვაი იმდეს ვიცინი დავხოცავ ხალხს დიდი მადლობა დიდი ვიცოდე ვინ იყო ქმარე დიდი მადლობა ბატონო ბადრი რომ ცოლი ხო არის კარგად ყველაფერი იცოცხლე ბატონო გიო როგორ ეხა როგორ რაღაცეები ყველაფერი კარგად არის მერთმა მშვიდობა და სიკეთე მოგწევ ბატონო გიორგი კარგად ზანდებოდე დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი იყო ბადრი დუშელაშვილი დუშეთიდან გაიხარეთ კარგად ზანდებოდე კარგად იყავით ჩვენ დღეს კიდევ ერთ ადამიანს გაგაცნობთ რომელიც ამტკიცებს რომ მის ეზოში ფრინავი თეფში დაეშვა ვნახოთ ჩვენი სიუჟეტი
როგორ მოხდა ეს ყველაფერი, რომ მოგვიყვეთ ჩვენს ტელემაყურებელს? ხო, ესე იყო რა, მე და ჯემალა ვსვდით წინა ღამეს მაგარი დავლიეთა და მეორე დილით რომ გავიღვიდე თავი მისკდებოდა მაგრად და 1-3-4 ჭიქა არაყი დავარტყი. რომ გამოვედი გარეთ არა, აი ესე დიდი მათალაფასავით პრინავი თებში და ჩემეწოში. აი ხარჩოს მათალაფა რო არის, მაგ ხელა იყო, ეგეთი ფორმის იყო. ჩემი ცოლი რომ მათალაფა მისხავს ხოლმე ხარჩოს მათალაფაში. აი ეგეთი მათალაფის ფორმა ჰქონდა რა. თქვენ ახსენეთ რომ ნაბახუსები ვიყავიო და ცოტა დავლიეთო და ხომ არ მოგეჩვენათ ეს ყველაფერი ამ დალევის შემდეგ? არა რა მომეჩვენა ბეხრე. შეიძლება მე მომეჩვენა, მაგრამ ჯემალასაც მოეჩვენა. და სად არის ბატონი ჯემალი, მასაც რომ ვკითხოთ ეს? ჯემალა აქ არის, მე ამ სახში ვცხოვრობ, აგე ამ სახში. ჯემალა სახში ჯემალ, ბიჭო. ვაიმე, უცხო პლანეტელი. არა, რა უცხო პლანეტელი, ჯემალა მუსის ვისტა. ჯემალ. კარგით, რომ მოგვიყვეთ უფრო კონკრეტულად როგორ იყო ეს სიტუაცია? აი ესე გეუბნები რა, ჩამოვიდა მეთქი დიდი მათლაფის ფორმა ქონდა ესე. და დაჯდა ჩემეზოში მე რო ხლა შემაშინდა, ვერასამქენი, ვერ მიხვდი უცებ და შევედი სახში. სახში რო შევედი ხარჩოს შევჭამეთქი ვიფიქრე და რო ჩავიხედე ქვაფში იყო, ხორცები ამოჭმული იყო ქვებიდან. ეთქობა მანამდე ვიღაცა ერთ-ერთი უცხო პლანეტელი შემოვიდა სახში. და ეს ხორცები ამოჭამა. ამ გზაზე ეთქობა მოშიებული იყო. პატარა გზა ხო არა ოსმოსიდან ოდიხარ ხელა გზაზე. ესე იგი, თქვენ ამბობთ რომ ეს მათლაფასავით თებში, რაღაცა ფორმა, თებშის ფორმა, მოფრინდა და პირდაპირ აქ დაფრინდა? აი, არა, პირდაპირ ახლა როგორ იყო საზარეულოდან 4 სკამი გამოუტანე, რომ ჯდებოდა. და აი ესე დავდე და იმ სკამებზე დაჯდა პირდაპირ. სად დაუდგით კონკრეტულად აი ეს სკამები? აი, აქ დავუდგი რა, აი. აქ დადგით პირდაპირ ეს 4 სკამი? აი, რა შეიძლება არც დავდგი, არ ვიცი ახლა. შეიძლება არც იყო თებში. მე ახლა მოიცა, კაცო, რა სიძახი შენ, კაც? მოიცა, ბიზო. ამოვჭერათ ეს კაცი რაღაცები გაუწია. რა შევთანხმდით შენ, კაცო? მოფრინდა, თებში მოფრინდა. ო, მოფრინდა. როგორ აი სად მოფრინდა, უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ და მაინტერესებს, რამდენად ხშირად მოფრინავენ ეს უცხო პლანეტელები თქვენთან? თუ ყოფილა მის შემდეგ შემთხვევა? ყოველ დღე ახლა განსაკუთრებით ზამთარი და შემოდგომა როცა ყოველ დღე ჩემთან არიან. თუ მე ახლა ღვიძლი და რაღაც ახლა ცოტა ნაღველი შემაწუხებს, მე აღარ მოდიან ის. აი ჯემალანიცი თუ ჯემალ! აბა შევტარწაღლო, ეკითხოთ, აბა ბატონ ჯემალს შევეკითხოთ მაინც. ჯემალ! ალბათ ვერც კი წარმოიდგენთ ამაზე საშიში და მისტიკური რა უნდა იყოს, მაგრამ არსებობს ოჯახი, რომელიც ამტკიცებს, რომ მათთან ცხოვრობს ჭინკა. მოგბრძანდით ბატონო გია, შემოგბრძანდით. აბა როგორ ბრძანდებით, გამარჯობა. როგორ გაგვახარეთ რომ მოხვედით ბატონო გია. გამარჯობა, ისევ თქვენ თუ გვიშველით და თქვენ გადაგარჩევთ. ხდება ესეთი, რა ხდება გადარეული ვარ. აბა ამ რუსთავიორს არ აინტერესებს ხალხის პრობლემები, გენაცვალე და ისევ თქვენ თუ დაგვეხარეთ. ხალხის პრობლემები და ჭინკები აინტერესებს ახლა რუსთავიორს. ხო და რა არის ეს ჭინკა, როგორ მოხდა რა, როდის მოხდა? მოგახსენებთ ბატონო გია, ეხლა ესე იგი ბავშვს ჰქონდა ჩვენ გოგოს აგერ კეთინოს ჰქონდა წონის პრობლემა. მივიყვანეთ ექიმთან. ექიმთან მივიყვანეთ და ექიმმა აუკრძალეს მსუყე საჭმელები და რაღაც ტკბილეულობა და რაღაცები. და აი იმ დღიდან ჩასახლდა ამ ოჯახში ჭინკა. ხო, ამით იოკეს დალაგებული ოჯახი. გადაგას. მე და ჩემი ქმარი ვიყავით ბაზარში წასულები, სტუმრებს ველოდებოდით და უნდა გვეყიდა რაღაცეები და რომ შემოვედით კაცო სახლში.
ეს ნამცხვრის ნარჩენები ყრია, იქ შოკოლადის ქაღალდები, იქ ლიმონათის ბოთლები, იქ სიგარეტის ნამწოები გავგიჟდით კინაღამ. გეუბნები და ბავშვი იდგა, ბავშვი გაოგნებული და თვალებით მეუნებოდა, მე არ მიქნია მამა. მე არც მიფიქრია ჩემი ფილმი. იმიტომ რომ ეთი მაყვა. აგვიკრძალა ის არ ჭამს ეს ტკბილეულს. ხო და ეს ჭინკაჭა. დარბის, მაგ ეგ კი არა ბატონო გია, აი შეხედე წარწერები. ისე გათავხედე ეს ჭინკა რომ შეკვეთებსაც გვაძლევს. ანუ ეს მინდა ის შემწვარი 100 მილიონი იქნას ზუსტად მაგიტომაც მოვიტანებე ტორტი. ჭინკას გავიგე რომ უყვარდა ტორტი და წამოუღე ტორტი. რატო შეწყვეტ? აი დიდი მიართვით აჭამეთ მაგორა ქეთინო მოდი დედა. წაიღე სამზარეულოში დაჭერი და მოიტანეს თემას დედა. ხო და ან ჭინკას კაცო ეს ტკბილეული ხო უყვარს? ხო და თუ დაუგვიანეთ ტკბილეულის მიცემა, ხო? ვირტყავს. იმ დღეს ქეთინოს რაღაცაზე გაუბრაზდი მახსოვს, არ მახსოვს აღრაზე გაუბრაზდი, მაგრამ რაღაცაზე გაუბრაზდი და მიყვირა ჭინკამ ქეთინოს პირით. ახლავეო დადექიო კედელთანო. თავი მიატრიალე კედლისკენო და არ გამოიხედო უკანო. მე ჩემეში და ახლა დავდექი კედელთან ასე. მივედი კედელთან დავდექი, არ ვიხედები უკან. დედა, მე იმან პანჩურები მირტყა. დედა რა მაღალ რეიტინგული სკანდალია კონდაკტი. გია ჯაჯანიძის სხვა რამე. დედა რა ხდება? გაიხედე კაცო რა. დედა რა ამბავია ეს? რა ხდება? ეს რა? არ ვიცი. აი ნახეთ რა უკნია 2 წუთის უკან გავატანეთ ბავშვს თორე შესასრა ჭინკა. შეუჭამია იმ სასიკვდილე ჭინკას იმას. შეხედე. დედა. შეგენაცვალა მამა. ნახე მამიმა ნახე. შეხედე? მე არაფერ მჭამე და თვითონ ისწამისო ვითომ შენ ჭამეო. ბატონო ნახეთ ბატონო კი შეხედე აქეთ ბავშვს აბრალებს თვითონ ბავშვს გაჭამ. ხო ვითომ ისწამისო და ვითომ შენ ჭამეო. გამაგიჟა რა გამაგიჟა ბატონო გია მოკლედ. მე მოვიფიქრე რა ხარ ესეთი პრობლემების წინაშე გახარ დავაყენოთ კამერები და გამოჩნდება ეს ჭინკაც. ამ კამერებში ესე იგი ბატონო გია რაღაცა უნდა გვიშვენოთ რა. მეტის მოთმენა აღარ შეიძლება ამ სახში გაჩერება ფაქტიურად შეუძლებელია. იმ დღეს აქ ვიყავი წახრილი ჩემთვის აგერა ვიყავი წახრილი რაღაცა წერო აკეთებ რაღაცას ზუსტად აი ასე ახლა როვა მომეპარა უკრიდა და როა ამომწყო. აი რური მე არ ვიყავი. ვიცი შვილო და რომ მოვიხედე უკან ბავშვი დავინახე. ჩემს უკან იდგა ბავშვი. კიდე კაი ამას არ მოარტყა რა. მე არ დავეძებ კიდე ასე აი ზუსტად ვარ ასე ვარ გადა. კიდე მომატ სად არის ეს უნდა დავასიკვდილო. ეს მანახა ერთი შუაზე რო ვიპოვო. თუ დამეთანხმები და იქნებით თანახმა დავაყენოთ კამერები დავაყენოთ და გამოჩნდება ეს ჭინკა, იმიტომ რომ მე არ მჯერა თვითონ ეხლა ესეთი ჭინკების და რაღაცეების, იმიტომ რომ ეს მაინც ადამიანის ფანტაზია მგონია ეს ყველაფერი მე. ხო ხდება. ხო და ეს ადამიანის ფანტაზია ზოგჯერ ძალიან მტკივნეულია. ერთასო ტელემაყურებელია. აი ესეთი სასწაულები და მეცნიერებისგან აუხსნელი საიდუმლოებები გაგაცალით დღეს. მე ერთი კვირით გემშვიდობებით. ჩვენი შემდეგი თემა იქნება ბაბაიაგები, ჯადოქრები, ფერიები. ეს იყო სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად.